კონფერენცია. გაუმეშენს მეტი სალამი ნიკო არის მოსული თავისი გადასარევი ვოკალური მონაცემებით. ჯერ არავის არ განკითხვის დღის სტუმარი ნიკო ნერგაძე, წამყვანი ჯიმ შერეღიაშვილი. და ადრე თანაწამყვანი ვიყავი, ახლა სტუმარი ვარ. რასაც ხაზს უსვამთ, რომ ჩემი აზრები მხოლოდ ჩემია და პასუხს არ აგებს არავის სხვა. გარდა ჩემისა. ჯიმის აზრები რადიო თავისუფლების აზრებია და ნიკოს აზრები ნიკოს აზრებია. და ყველას აზრი ხორიმ თავის აზრები თავისთან დაიტოვოს. მე ვაფშე უფლებას კი არ მაქვს აზრის გამოთქმის აქ. ძალიან კარგი. იდექი კამერის და შენ არ მოგისმენია ხო თამადის და ლექსოს სიმღერა? მე მოусმინე. მე ჯიმის ძალიან მოგვეწონა. ძალიან მომეწონა. იქ ნაწყვეტი ედოთ თვითონ Facebook-ზე. ორიგინალური სიმღერაა თუ ქავერი? არის გოგო მე შეს მე არ წამომღერო ანუ არ შემილია სიმღერა, მაგრამ ეგ სიმღერაა. საბაძის სიმღერაა. Yes. ხო, ეს ნაწყვეტი ედოთ და საბაძის არის? არ დაგეთანხმა, მაგრამ არ ვიცი, მაგრამ ხო. მე მგონი. გადავამოწმოთ. ისქენ გაგდე ლაპარაკი და მე გადავწევ ხომასობაში. ესე იგი, ხო, ნაწყვეტი ედოთ რაღაც წუთამდე და ისეთი ის იყო, აი, სასიამოვნოდ მოსასმენლი, რომ არ მეყო და მე როგორც ხდება ხოლმე იქ პირველ კომენტარში სრული ვერსია და გადავედი YouTube-ზე და თქვენც გირჩევთ, გადახვიდეთ და მოусმენთ. იშვიათად ლაღიძეა. ლაღიძე. მაგიტოვების მქონდა ლაღიძე. რა, ნიკო როგორი, აი, რა სტანდარტი მაინც გატყვა. ტექსტის ავტორი პიერ კობახიძე. მოგეთ კაი სიმღერა არის თუ არ მოგისმენიათ, ისეთი არის. კი, აი, ორიგინალს რო არ ჩამოუვარდება რა ვერსიას. კაი არანჟირება, კაი შესრულება. გემოვნები გაკეთებული სუფთაც კრიალა და ვის არის თან მენიშნა რომ აი ეგეთი ტიპები არიან ახლა პროტესტშიც არიან ეგ ახალგაზრდები და აი ძირითადად მაგ თაობას და ეგეთ ადამიანებს ეძახიან ჩემო ნიკო უსამშობლოებს რომლებსაც არც წინაპრები უყვართ არც ფესი აქვთ არც ნიადაგი აქვთ და აი ესეთ იმას აკეთებენ კარგ და პატრიოტულსაც და ეროვნულსაც და შემოქმედებით საქმეს და საფასებელია. მართლა აი ჯენზი თაობა ძალიან ახალგაზრდა თაობა და ესეთი მაგას ხო ნიჭიერების გარეშე და სიყვარულის გარეშე ვერ გააკეთებ. ერთი სიყვარულის გარეშე არ გააკეთებ, იმიტომ რომ თუ სიყვარული არა გაქვს და ეგ არ მოგწონს, ბუნებრივია რომ ახლა ისე რაღაცის ინტერესის გამო არ გააკეთებ. იგრძნობა სიყვარული, პატივისცემა. ნამდვილად ეკრა. თან კაი სიმღერაა. კარგად ასრულებენ. სკოლა ახალი დამთავრებული ექნებათ, განსაკუთრებით ლექსოს, ხო? ახლა რამდენი წლის არის, ხო? ნუ ლაშას კაი ხის დამთავრებულია სკოლა. ლექსოს ახალი. ხო. გამოასრო ამ რეფორმებს და იდეებს, დიდი იდეებს. ხო, დიდი იდეებს გამოასრო. როგორ ესე იგი სკაპან საიდან უცებ მოვიდა. ხო, რა უნდათ, ანუ ერთი გამაგებინა რომ ეს ფორმის ეხარაზე არის ლაპარაკი რომ არის ინიციატივა რომ პირველი 6 კლასის თუ რამდენის განმავლობაში სავალდებულო უნდა იყოს საჯარო სკოლებში ფორმა რომელიც რაჭია ვინ ითხოვდა მაგას ვისთვის იყო მნიშვნელოვანი ეგა ვისთვის იყო საჭირო ჯერ ერთი თვითონ უნდა აყიდინო ამ ხალხს ფორმა რომელსაც ისედაც ძალიან ბევრი ხარჯები აქვს თუ სახელმწიფო უნდა შეუყუროს რომელსაც თუ მაგდენის თავი აქვს იქნება რაღაცა პატარა ბულკი ვაჭამოთ ბავშვებს რა ხალხი ითხოვს ამას ამდენი ხანია რომ იქნება სკოლებში კვება იყოსო რა საჭიროა ვინ არასდროს არ გამიგია არა აი ვიღაცებისგან გამიგია თავის დროზე იცი ვისგან გამიგია მიხეილ სააკაშვილისგან რომ ფორმები უნდა იყოს სკოლაში ვარდების რევოლუცია იყო ახალი მომხდარი ახალი ჩამოსული ვარ ნასწავლი ამერიკიდან მე და ჩემი კოლეგა და სადღაცა გუდაუშ თუ ყაზბეგში ტრენინგები იყო საჯარო მოხელეების მედიასთან ურთიერთობის. და იქ რაღაცა უნდა წავაკითხა და მეორე დღეს ამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. რომელიც ისე დახედა. ეს რომელი წელია? ვარდების რევოლუციის მეორე წელიან მაშინვე მალე. 4-ან 5. 4-ან 3 შეიძლება რაც. 3-ში ვერ მოასწრებდა. მაშინ 4-ან ალბათ 4 არის. ხო. ხო და რო ამოვიდა რა ხარაც ეს ცოტა მაინც დავიძაბე ის იყო და მე კარგი იყო იმიტომ რომ მეორე დღეს რაც ჩვენ უნდა დაჯდა და თვითონ ილაპარაკა სულ და ფული მან ჩვენა ვიღეთ იმიტომ რომ ჩვენი დრო იყო და ნუ ხარ ხო არ ჩავხტებოდი და რაღაც ხანი ლაპარაკობდა რომ ეს ფორმა არის საჭირო სკოლაში და როგორი კაია ფორმა ხო ყველას მოგწონთ ფორმა ვის არ მოგწონთ აწიეთ ხელიო და მეთქი რა ვიცი ანუ არ შემოსულა კი არ გაგანეიტრალეს არა თვითონ თქვა რომ აი ყველგან არიან სულელები თუ არა ეგრე არ უთქვამს ანუ ნაკლებად აგრესიულად თქვა მაგრამ ნუ რაღაცნაირად თქვა ყველა აზრს აქვს არსებობის არა უფრო მკაცრად ანუ მართლა
იცი რა მინდა სწორად ჩამოვაყალიბო მკაცრად არ უთქვამს რომ ყველაზე ასეულს იმპერატიულად არასწორი ხარო მიმითით აი იქიდან მაგრამ მაგაზე აღარ გაჩერებულა და ეს არ უქნია მაგრამ მაშინ მახსოვს რომ მქონდა შეკითხვა რომ რა თქინდა აი რა საჭიროა და ეხა მით უმეტეს ვინ ითხოვს მაგას ვისი რომელი დაღარული ხელები ითხოვენ რომ ფორმა ჩააცვი ჩვენ არავის არ ჭირდება ვერც იმას იტყვი რომ რაღაც ავტორიტარიზმის გასამყარებლად უნდათ მასები ითხოვენ ჯიმი რა ფორმა რატო უნდა აუკრძალო უცხოელებს საჯარო იმაში ხო აი უყურე ნიკო აი ახლა უყურე მეორე საკითხსაც შეეხე ეს არის დიდი კომპლექსური რეფორმის ნაწილი ჩემი რეფორმა არის რომ როგორც გიგაზედანია უწოდა დეფორმა კი ბატონო არ ფორმა რაღაცებს ვაკეთებ თუნდ რატო ბევრი უამრავი რაღაცა არის და ამ უამრავ ამ კომპლექსურ საკითხში ხო არის რაღაც მნიშვნელოვანი და რაღაც უმნიშვნელო აი მე ვფიქრობ ეს არის უმნიშვნელო ეს ფორმის ამბავი და აქვს სპეციალური დანიშნულება მისი აი როგორც იმ ცნობილ ანეკდოტში არის სტალინი რომ პოლიტბიუროს თუ რაღაც იმ შინსახკომის და რაღაც გაერთიანებულ სხდომაზე აყენებს საკითხს რომ ხალხის მტრები უნდა დავხრიტოთ რაღაც რაოდენობა ეს პირველი საკითხი მეორე საკითხი ხალხის მტრების ოჯახის წევრები გადავასახლოთ და მესამე საკითხი კრემლი გადავღებოთ ცისფრად კენჭი უყაროთ და დუმილი სრული და ხელი უნდა აწიონ და ვიღაცას ეყოს იმამაცი და წამოიყვირა რომ კი მაგრამ ესო ცისფრათო რატო უნდა გადავღებოთო ციფრად რა გამართლება ექნება ამასო და ვიღაც ტიპები გამხნევდნენ და ხო აბა აგვიხსენით ეს ცისფრად რატომ ისის და არ არის საჭირო ცისფრად და წითელი ჩვენი რევოლუციის ფერია ბრძოლის ფერია ის და სტალინმაც იმისი არ იყოს შუალათითი რომელი არისო კარგიო მესამე საკითხიო გასაგებია რომ არ მოგწონთო და პირველ ორზე შევთანხმდითო ხო აქაც ეს არის ახლა ეს არის მე მგონი რომელზეც უნდა რაღაც ენერგია დაიხარჯოს მოითელოს ასე მიიღებენ, გაიტანენ, არ გაიტანენ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. იქ არის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აი, როგორიც არის მაგალითად, ხო, თან ხო ეს განათლების რეფორმა მარტო სკოლის არ არის, ხო, უმაღლესი განათლების არის. იქ შენობების ამბავი არის. იქ რაღაც უნივერსიტეტების მიჭირხვის ამბავი არის, რომ ყველას არ ქონდეს ფაკულტეტი და სასწავლებლებს შორის კონკურენცია არ იყოს. აქ ამ უმაღლესი სასკოლო განათლებაშიც, ხო, აქ არის სახელმძღვანელოების, რიფირების და დამტკიცების რაღაც მეთოდის შეცვლა, ხო? ყველას ერთი სახელმძღვანელო უნდა ქონდეს, ერთ საგანში ერთი სახელმძღვანელო. ახლა შენ არ ვიცი ნიკო გახსოვს, მე მახსოვს, ახლა ცოტა ტექნიკური საგნების ქვენ რო ვიყავი, ხო? მაგალითად ვოლკოგონოვის ის იყო, თუ კოლმოგოროვის გეომეტრია იყო და ყველა ამას სწავლობდა. აკადემიკოსი იყო, არ იყო ცუდი, მაგრამ ხო ხვდები, ვინ იცის სხვა მეორე აკადემიკოსს რო დაეწერა უკეთესი ყოფილიყო ან რაღაცა ფიზიკაში იყო ის კიკოინი რიმკევიჩის კრებული იყო და ესეთი რაღაცები და ახლაც რაღაც ესეთი რამე უნდა კიკოინის ფასი დაეცა ეხა ბოლო დროს კრიპტო მივხვდი ხო და აქ როგორი რაღაც არის ხო ხვდები ეს შეიძლება ყველგანი ყველა საგანზე აისახება ნეგატიურად იმიტომ რომ კონკურენცია ახლა ხო ეს ხო მაინც გამოცდილია რომ ახლა ეს ჯანსაღი კონკურენცია რაღაც აუმჯობესებს ხო სწავლების მეთოდიკას და ყველა სფეროში რაღაც ამოძრავებს პროგრესს ხო ტექნიკურ საგნებში აქაც ცუდი იქნება და კატასტროფა იქნება მაგრამ ჰუმანიტარულ საგნებში ხო აი ლიტერატურაში ისტორიაში იქ აქ ეჭვი არის რომ რაღაც იდეოლოგიური მომენტის შემოსურება იქნება და ხო ხვდები ახლა ბავშვია სულ ვერ დაუჯდებინე ყველა იმის ტექსტის წაკითხვისას რომ აი აქ შვილო ესე არ არის და ეს ისია და ესე არ არის ის ისია თან ახლა ხო ვიცით ეს სკოლების როგორ ხდება ეს ცენტრალიზებული მართვა და იქიდან რასაც დაუშვებენ პედაგოგიც ისე იქნება ის დამხმარე ის ლიტერატურა წყაროები და მოკლედ ცდილობენ ამ რაღაც თავისი პოლიტიკის ინდოქტრინაციას მე ასე ვფიქრობ ეს ერთი ვერსია მაქვს რომ რაღაც მნიშვნელოვანია, რაღაც უმნიშვნელო არის და ეს ფორმების ამბავი შედარებით უმნიშვნელო არის, მაგრამ ესეთი ემოციურად ბევრს ეხება, ყველას ეხება და რაღაც ესეთი ამგდები თემა არის და ამაზე შეიძლება ენერგია დაიხარჯოს. მეორე კიდევ ვფიქრობ, რომ თვითონ სისტემამ გადაწყვიტა, რომ მარტო ის ხო არ არის რაღაც
ტენდერების და ათგატების კეთება და რაღაცა, ხო? აი როგორც ველოსიპედმა ბორბლები უნდა ატრიალოს, პედლები და იაროს რო არ დაეცეს, ისე აი უნდა შექმნან ყველაფერში რაღაც მოძრაობის, კეთების, რეფორმების იმიტაცია და ეს იმიტომ არის რომ აი ეს იდეებს რა უყოთ ძალიან თვალშისაცემი. რაღაცა ისეთი აკეთონ რომ არ ჩამოშალონ. ხო, კონდათ ეს რაღაცა იდეა რომ მოდი პირველ კლასელებს ჭადრაკი ვასწავლოთ, რომელიც აი აბსოლუტურად არაფერში არ ეწერა. ხო. არც არავის არ უსწავლია ეს ჭადრაკი, იმიტომ რომ ზოგს აქვს ამის ნიჭი, ზოგს მოკლედ მთელი ის იყო, მაგრამ ოკეი, ძალიანაც არ დაუშავები არაფერი, კაი ვიღაცამ შეიძლება ჭადრაკი ისწავლა და კარგია. ისინი ანუ ნაღდი რეფორმების გაკეთება ნიკო რას ანუ ნაღდი რეფორმის გაკეთება ნაღდი რეფორმის არის ძალიან რთული. ხო, აქ ახლა ხო ხდები შენ რაღაც პოლიტიკური ამოცანები შეიძლება გქონდეს და ამის მორგება ცდილობ. უბრალოდ რეფორმის იმიტაციას ახდენ და სინამდვილეში სხვა მიზნები გაქვს. ახლა მე არ ვიცი ეს რამდენად ადასტო რაღაც წყაროები რომ შენობების გაყიდვას არც მალავენ რომ სიტყვაზე უნდათ რომელიც წყაროები არ ვიცი თავიდან რომ გამოაცხადეს რომ თითო ქალაქში თითო უნივერსიტეტი თუმცა მეორე დღეს ირაკლი ყურბახიძე იჯდა და ლაპარაკობდა რომ შენობები უნდა დაიყიდოს. კი ძალიან მაზალო იყო რომ წინა ხელისუფლებას ჰქონდაო მცდელობაო გაეკიდაო უნივერსიტეტისო პირველი და მეორე კორპუსიო წარმოიდგინე. ხა ვიღაცას თუ გონია რომ მეორე კორპუსი პირველ კორპუსზე ნაკლები უნივერსიტეტი არის სხვა კორპუსებიც მაგრამ ხა მეორე კორპუსი ისე მეორე შესწავლობდი მე. მეც ჩემი მშობლიური კორპუსი მეორე არის და ნუ ახო გეუბნები ჯერ ერთი სიახლოვის გამო რაღაც ერთი მონასმია არქიტექტურულადაც და იქ ისეთი ტიპებს უსწავლიათ ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, თუნდაც იურისტები გვარცხვენენ როგორც წესი ხშირად, მაგრამ ხო ნუ არ ვიცი წარმოვიდგინე და ხო და ის იმათ ნიშნის მოგებით თქვა რომ გაყიდვას აპირებდნენ მაგრამ ვერ გაყიდესო თუ არ გაყიდესო ხალხის რეაქციის გამო და ჩვენო რა ისე გამოვიდა ჩვენ უნდა გავყიდოდო. ნუ პირველ კორპუსი არა ელაპარაკი, მაგრამ მეორე კორპუსის გაყიდვაც კატასტროფაა. მაგრამ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ხო არის. მეორეზეც რაღაც მოვიდა რომ არა, ხო, ჩემთვისაც წარმოუდგენელი არის. ხო. ხო და ამ ფორმებზე შეიძლება ცოტა საფუძვლიანი ლაპარაკი, ხო? რაზე შეიძლება, იმიტომ რომ მე რაც წავიკითხე, ძალიან სიღრმისეულად არ შემისწავლია, მაგრამ ქარდების დონეზე მინისტრის ნათქვამი იყო, რომ კვლევების მიხედვით ჩავატარეთ კვლევებს ამბობენ და მე არ ამბობენ რა კვლევა იყო, რა გამოიკვლიეს, რამდენი ადამიანი რას იკვლევდნენ საერთოდ, რა შედეგი მიიღეს. რაც ესე რო იტყვირო კვლევების მიხედვით ამ დროს იდეა ფიქსად აქვს გამჭვირვალობა ნიკო და დადონ. ის გამჭვირვალობა 2 წელია ვეხოცებით, 1 წელია რომ რითი მოგწამლეთ გითხარითო და სანამ BBC-მ გამოძიება არ დადო. ეხაც შეიძლება რომ BBC-ის გამოძიებაზე გადავიდეთ ერთი წამით და მოვუბრუნდეთ იმას. კი. კვლევებთან დავაკავშირებ. რომ რამდენი ხნის წინ იყოს BBC-ის გამოძიება, რამდენიმე დღის წინ. რამდენიმე დღის წინ. 3 დღის წინ, ხო? და მაშინ იყო და რომ BBC-ს უნდა ენდო, BBC-ს არ უნდა ენდო, სანდოა, fake news-ია ეს არის. თელი მუღამიან BBC-ს არის რომ რაც წერია და შეგიძლია წაიკითხო და ნახო რაზე დაყრდნობით რას ამბობენ. არავითარ შემთხვევაში არც BBC-ს არ უნდა ენდო და არც არავის. მაგრამ ნუ წერია იქა. მსჯელობა არის ესეთი რომ დარბევის დროს წყალში იყო რაღაცა. ის რო იყო წყალში რაღაცა მაშინ რო ყველანი ვამბობდით და არ იყო ეს უბრალოდ გაზი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგების და მეც პირადად ეგ რო ვიყავდი ვიგრძენი რომ კანი დამეწვა წყლის მერე და ასევე სწორედ ამ გადაცემაში ალბათ რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ ვიხსენებდი რომ ერთ-ერთი დარბევიდან მეორე დღეს თავისუფლების მეტროდან ამოვედი გავიარე პარლამენტის წინ და დამეწვა სახე. რაც სახე აგეხა ხო, ანუ მეწვებოდა და ვიდრე ქვევით არ ჩავედი დედაენის ბაღამდე, ვიდრე არ ჩავედი მეწვოდა, რაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ის მე ფიზიკოსი კაცი არა ვარ, ყველაფრის სახელი არის, იმიტომ ვიტყვი, როცა იყო ხოლმე, იმ წუთას მოყვებოდა, მაგრამ რაღაც ხანში ის რო ქარი რო გაიტანდა და მე არ ამუშავდა, სუნი იდგა, მაგრამ აღარ გიწვავდა. იქნებ ეს მამულის ყვამლი იყო ის რუსი პოეტი რო ამბობს რომელიც მაგრამ მეორე დღეს რო რაღაცა გწვავს, ესე იგი რაღაცა იყო წყალში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმაც ვიღაცებმა მიმართეს სახელმწიფოს და კითხეს რომ რა იყო წყალში. პასუხი ვერ მიიღეს. BBC-ის გამოძიებაში არ იყო რაღაცა წყალში გარეული, რაც ფაქტია რომ იყო. მეორე ქართული ექიმების
ერთი ექიმის, მაგრამ whatever, კვლევა იყო, რომელიც ადასტურებს რაღაც გრძელვადიანი შედეგებიც იყო. ადასტურებს ხმამაღალი ნათქვამია, ანუ ესეთი უფრო არ იყო ყველა წესის მიხედვით ვერ იყო ეგეთი კვლევა ჩატარებული, მაგრამ გაძლევს შთამბეჭდავი სტატისტიკა არ იყო, ხო? პოპულაცია არ იყო დიდი გამოკვლეული, არ იყო და თან რაღაცა ყველაფერი ვერ იყო დაცული, მაგრამ პატიოსნად იყო აღწერილი. პატიოსნად იყო აღწერილი და გაძლევს რაღაც საშუალებას, რომ აი ნახე, ესეც გვაქვს, რომ რაღაცა ის მოყვა, რაღაცა იყო იქ. ყავს ჩვენი ინფორმატორები, რომელმაც გითხრეს, რომ ორი ნივთიერება ამ ადამ კოდურის სახელწოდებით იყო ინვენტარშიო. ყავს ტიპი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ხელითო შეურიეო რაღაცა ტიპი აქო და წვავდაო და ვერ ჩამოვიდნენ. რომელიც გადავამოწმე და სხვა ტიპებიც ამბობენ, რომ ნამდვილად ეგრე იყო. ნიკო, აქ ჩანას გავაკეთებ. თვითონ ამ ფილმშიც არის ის ჟურნალისტი რო ეკითხება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს დარახველიძეს, წყალში იყო რაღაც ნივთიერება გარეულიო და ის უდასტურებს. ეს ჩვენი გელა ბოჩიკაშვილი ეკითხება, ჩვენი კოლეგა, ჩვენი თანამშრომელი, აი BBC-ში გამოყენებული თვითონ არ ჩანს სახით, მაგრამ ხმა ისმის და ეს მისი ხმაა. ვიცანით რომ ხო, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წყალში იყო გარეული ქიმიური ნივთიერება. რაღაცა რო იყო, მაგაზე ჯერთი მერე დაადასტურა კობახიძე, ვისაც რო იყო. უნდა რა იყო, ჯერო არ ვიცით. ეხა მივედით იქამდე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი, ანუ მაგის დროინდელი მანდედან კი არა, მაშინ შექმნილი რაღაცა, სად მივედით ამ კამიტემდე თუ რა ქვია, ბრონკოციანი. კამიტი და კამიტეა, ესეთი კამიტი, ხო? რომელიც ესენი ამბობენ, რომ ამ კოდის ქვეშ ბენზოლ ციანიდი. იქ არის ორი ნივთიერება. ერთი ვიცით რა არის, იმიტომ რომ კოდური სახელია და არის გამხსნელი, ხო, თვითონ. ანუ ეგ არის. მეორე შეიძლება ბევრი სხვა რამე იყოს, იმიტომ რომ კოლკა დასახელება, მაგრამ BBC ამბობს, რომ რაც ჩვენ ვიცით, აქედან მარტო ერთი ნივთიერება გამოიყენებოდა დასაშლელად ხალხის. ეს იყო ეს ბრომბენზინციანიდი. ბრომბენზინციანიდი. რომელიც რაღაც ერთხელ გამოიყენეს ამერიკაში და მერე შეეშნენ, რომ სხვა უკეთესი საშუალებებიც გვაქვს. და ყავდათ ექსპერტი, ცნობილი ტიპი, რომელიც ამბობდა, რომ რაც აქამდე მოვისმინეთ სიმპტომები, ამას გავს. მაგრამ შეიძლება რომ ეგ იყოს. მტკიცებით ზუსტად ეგ იყო თუ არა, ვერავინ ვერ ამბობს, იმიტომ რომ საიდან იტყვი. რაღაცა რო იყო ვიცით. რა იყო ვეკითხებოდით. ძალაუფლების მქონე ხალხს და ისინი არ პასუხობდნენ. რომლებსაც ახლა ხო ყველაფერზე აქვთ პასუხი. ყველაფერზე. ეხა კობახიძემ თქვა რომ ისო არ არისო, იმიტომ რომ ეგო შევამოწმეთო, ზუსტადო რა არისო მაგასო დავადგენთო. იმიტომ რომ მე რო კითხეს რომ რა ვოთ, იმან თქვა რომ არავა ერთი ნივთიერების გამორიცხვა უფრო ადვილიო, ვიდრე ზუსტად დადგენაო. მაგრამ იქ ხო უწერიათ ინვენტარში რა არის, თვითონ ხო იციან რა ნივთიერებაც წერია იქ. ანუ კობახიძემ ასევე თქვა რომ იქ ერთი არა წერია და მეორეა რა იყო, რომელიც კი ბატონო, მაგრამ ის ერთ ნივთიერებაზე შემოწმე რაც იქ წერია და თუ არა. და მას მერე რაც ეს გამოძიება გამოვიდა, თქვენს რომ ეს ხო fake news-ია, ეს ხო ტყუილი რა იყო იქა. ერთ-ერთი ვარაუდი რომ შეიძლება ის კონკრეტული ნივთიერება რაც იქ ახსენეს, მართლაც და არ იყოს, რა ვიცით, მაგრამ გითხრან მაშინ რა არის, იმიტომ რომ იმ ქოლგაში არის რაღაც ნივთიერებები, რომელსაც მარტო ეს გამოიყენებოდა დასაშლელად. დანარჩენიც ეხა ის არ არის იქიდან კალენდულას ნაყენი არც ერთი არ არის და ალოეს კრემი, რომელიც ასკილის ჩაი. ხო, ყველაზე საეჭვო არის ქცევა. როგორ იქცევა ხელისუფლება, როგორ იქცევა პროპაგანდა. დაიწყეს BBC-ს გაშავება, პირველი რაც არის, ხო, რომ BBC არ არის ანდო და BBC-ს ამოხსენებენ აი ეს ტრამპთან მომხდარ ამბავს, რის გამოც ხელმძღვანელობა გადადგა და ბევრ სხვა რამეს, ხო? ამ დროს იცი რა არის რაღაც დროის მერე ნებისმიერ ხელისუფლებას უგროვდება გამონათქვამები, რომლის საწინააღმდეგო დიამეტრალურად საწინააღმდეგო განსხვავების მოძებნა შეიძლება ძალიან ახლო წარსულში. აი არ არსებობს დღეს ნათქვამი რომელიმე თანამდებობის პირი, რომლის დიამეტრალურად საწინააღმდეგო ნათქვამს, ანუ ბაზრს არ მოძებნი, აი 1 წლის წინანდელს, 2 წლის წინანდელს. სულ ცოტა ხნის წინ BBC იყო უსანდუესი მედია, რომელმაც აი ესე ვთქვათ სუფთა წყალზე გამოიყვანა დავით გეზერაშვილი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელიც ამხილეს რაღაც გამოძიება, იქ კოლცენტრები და ასე შემდეგ, დააფრიალებდნენ, ქარდავდნენ ისტერიულად ყველა ის პროპაგანდისტული მედიები. ახლა უცბად BBC-ს რეპუტაცია დადგა ეჭვის ქვეშ. თან რა არის, იცი? ხო უფრო მარტივი არის რეალური არგუმენტებით დაპირისპირება. ხო, აი ეს ფაქტები დადე და ამ ფაქტებს გაანეიტრალებ. თან როგორ ყველა დოკუმენტზე მიგიწვდება, შენ ხომ არ გჭირდება რაღაც ვიღაცის დარწმუნება, რომ რაღაც დოკუმენტები გადმოგცენ. აი მაგალითად გამოძიება რომ იყოს ჩასატარებელი სხვა რომელიმე სახელმწიფოში ან რაღაც სხვა იურისდიქციაში, რომ შენზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. ყველაფერი მათ ხელთაა. ხო, აი ახლა
როგორ წარმოგიდგენია კობახიძე დაავალებს აი პრეს-კონფერენცია ბრიფინგი უნდა ჩაატაროს და რაღაც დოკუმენტები ჭირდება თავისი არგუმენტის თავისი პოზიციების გასამყარებლად რაღაც არგუმენტები და ავალებს შინაგან საქმეთა მინისტრს ან თავის კანცლერს ან ვიღაცას და უგვიანებენ და რაღაც ვადების დაცვას როგორ ჟურნალისტებს უგვიანებენ და ხო ესე ხო არ ხდება უყურე ერთი ეს საეჭოქმედება რომ იწებენ ეგრევე თვითონ იმის მედია საშუალების დისკრედიტაციას და არ იწებენ საგნობრივ კამათს აქვე საგნობრივში ჩავერავდი და ისქენი საგნობრივამდე ვიდრე რა მოიტყვა BBC მან რო ამბობ ეგენი იტყუებენ ისა რა იყო რაც არასწორი თქვა ერთადერთი რაზეც შეიძლება აქ შეედავო რაც ამბობდნენ რომ ვარაუდობთ რომ შეიძლება ეს ნივთიერება იყოს ზუსტად არ ვიცით მაგის იქით რა თქვა ყველაფერს აღწევდა ხელისუფლება არაფერი არ აი პროპაგანდა რასაც აწვევდა აი იმ კვლევის ავტორებს რომლებიც კლინიკურ სიმპტომებს იკვლევდნენ ხო აი სიტყვაზე გამოკვლეული 600 ადამიანიდან და სხვა იმიდან აღებული პოპულაციიდან აღებული ადამიანებს შორის რა კლინიკური განსხვავებები იყო ხო როგორ შეეცვალა გულისცემას ის რაღაცის სისხლის შედედება რაღაც კანის რაღაცის მოკლედ ხო სადაც არაფერზე არ არის ლაპარაკი ამ ქიმიასთან დაკავშირებით არაფერზე არ არის ლაპარაკი. მხოლოდ არის კლინიკურ გამოვლინებებზე, ხო? როგორ შეეცვალა აი სიტყვაზე იქ აქციებში მონაწილე ტიპებს რა ჯანმრთელობის რა პრობლემები გაუჩნდათ. ქოშინი აუტყდა, კანი დაუზიანდა, ელენთა, იქ ანევრიზმა, თვალის გარსი, აი რაღაც ქოვანა, აი რა შეეცვალა, რა ცვლილებები მოხდა მის ორგანიზმში. ქიმიური ნივთიერების ხსენების გარეშე, მაგრამ მთელი პროპაგანდისტული არხების მცდელობა იყო მიმართული, რომ დაეკავშირებინათ, რომ აი ამ პედიატრი ძმების კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ესე იქ საერთაშორისო ჟურნალში და არავისთვის მიწოდება არ იყო საჭირო და ნებისმიერ შეუძლია აიღოს და გაეცნოს, ხო? აი ეს მიაბან BBC-ს გამოძიებას, რომ აი ამათს დაეყრდნო, ამ კვლევას დაეყრდნო, ამათმა ახსენეს ეს ქიმიური ნივთიერება და აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. ანუ იმ თავითვე უნდათ რომ დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს ის კი არ არის რომ BBC-ს ჩატარებ. აი როგორც გახსოვს ადრე საბჭოთა კავშირის დროსაც იყო მერე კიდე ცუდი მთავრობები სხვა რესპუბლიკების ყოფილი საბჭოთა, როდესაც მერე ჩვენ ემას დაიწყეს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ამ ბოლოს დაიწყეს ეგეთი თქმა, რომ ეს აქედან ჩვენი NGO-ების მიწოდებული არისო და ესენი და ეს მიატვი საბოლოო ჯამში აქ ხო მართლა ხო და აქაც ესეთი ამბავი იყო, რომ ხო ესე ვქნა ესე ნუ იშვერა ხო აქაც ეგ ამბავი იყო, რომ ხო, აქაც ეს ამბავი იყო, რომ აი BBC-ს კვლევა კი არ იყო. აი ეს თვითონ აქციებში ჩართული ამ ექიმების კვლევა იყო. სინამდვილეში ესე არ ყოფილა. ხო და მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ნებისმიერ მომენტში ყველა მოყვანილი ფაქტის თუ მოსაზრების თუ ვარაუდის გადამოწმება შეიძლება და საკუთარი გონებით შეფასება, რომ რამდენად სწორად არის მოყვანილი ან არ არის. ეს რო იყოს მარტო ერთი კვლევა და მარტო მაგას ეყრდნობოდეს, მართლაც და ესეთი სათუო იქნებოდა, იმიტომ რომ კვლევასაც შეიძლება რომ რაღაცა თავისი ის მოუნახო, რომ ისეთი მთლად სტანდარტებით ვერ ჩატარდა გასაგები მიზეზების გამო, როგორიც შეიძლებოდა, მაგრამ მანდ მთელი რიგი მტკიცებულებების, ხო, ანუ ესე ლოგიკური ჯაჭვია აგებული, რომ რაღაცა იყო გარეული, რომელიც ვიცით რომ იყო, იმიტომ რომ დაადასტურეს. ხო, რა იყო გარეული ყველაზე მეორე რომ გრძელვადიანი შედეგები მოყვებოდა, რომელიც ამ კვლევის მიხედვით არის, რომელიც ნუ შეიძლება მანდ კიდე დავარო ზუსტად რამ გამოიწვია შედეგი არის, იმიტომ რომ იქ წყალი შეგასხეს, წყალში რაღაცა იყო გარეული, ეს იყო გაშვებული, შეიძლება მანამდეც გაწუხებდა რამე. მთელი ამბავია, მაგრამ გონივრულად შეიძლება ივარაუდო, რომ მართლა ამ კვლევიდან რაღაცა გრძელვადიანი შედეგი იყო. ხო, მე მაინტერესებს რომ რატო გაურიეს რაღაცა, იმიტომ რომ მე ხო იქ ვიყავი. ეს კი ბატონო, მეორე დღესაც იყო წვა ყველაფერი, არ იყო ესეთი აუტანელი წვა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის მაინც, როგორიც აი ის ვაკეთებს ხოლმე. მოყვებენ წვათავა რაღაცა და გამოდიხარ იქიდან, ვერ ძლებ იქ თუ ეს არ გიკეთია. ამ წყალში გარეული ტიპი, ეხლა წვავდა ყველაფერი, მაგრამ ნუ ის არ იყო რომ ჟავა შეგასხეს და ის ახარ ინდიანა ჯონსის ბოლოში რო სახე გადნება, ანუ იმ წუთას არ მგონია რომ რაღაცაი განსაკუთრებულად გადაეწონა სასწორი რომ უკეთესად დაშლის ხალხს თუ არა. ნოემბერში წყალს რომ მოგასხამენ უკვე ცუდი არის შინ გარეული აქ რაღაცა თუ არა. რა საჭირო იყო? აი რა ოპერაციული ან სტრატეგიული ან რა დანიშნულება ქონდა? მაგ ყველაფერს მით უმეტეს რომ თუ ეხა ამბობენ რომ არ ვიცით ვანო მერაბიშვილმა შეიძინა ის დავიჭირა თუ ვანო მერაბიშვილის შეძენილი უცხო ნივთიერება გაქვს და წყალში ურევ
ეგ არ არის სწორი, რა იცი რას მიშვება, ხო და ვერ ხვდები რატომ უნდა გავურიო რაღაცა ტიპი, რომელმაც შეიძლება ორ თვეში კიბო დამმართოს, ორი თვის მერე რაღაც გინდა არა მაგ ლოგიკით ვანო მერაბიშვილის დროს დარწმუნებულია რაღაც ტაბელური იარაღით საერთოდ რაღაც დაყიდი ხო და მაშინ ესროლონისიც და ვანო მერაბიშვილს დააბრალონ. ანუ ხო რას ურავდნენ ჯერ ერთი ხარ ასისულელი, იმიტომ რომ ამ ბიბისთანაც ჩანს რომ ტესტავდნენ მანამდე. ანუ ეს კაცი ყובה გავტესტეო და ვერ მოვიშორე მე თავიდანო და მარტო ეგრო იყოს კიდევ ერთხელ ანუ მთელი ამ გამოძიების მუღამი რა რომ გაქვს 5, 10, 20 სხვადასხვა რაღაცა ნაწილი ფაზლის რომელიც ერთად იკვრება. მარტო ერთზე დაყრდნობით არ ამბობ რომ აქ იცი ის არის ეს ქიმიური ნივთიერება გამოდის 1, 2, 3, 4, 5 და მე ვარაუდობ და როცა აქედან 4-ს ადასტურებს ხელისუფლება, ანუ რა უარყვეს მანდედან. ერთადერთი რომ ის არისო. მაგრამ იყო უარყვეს კი ხო მაგას ყველაზე უცნაური ეგ არის რომ ხო გაურიეს და რა გაურიეს ამას რა ქეკვა უნდა? თვითონ ხო შეიძლება გავურიეს. აი რა დალია ახლა რო კითხო ხო უცბად მეტყვი რა დალიე? კი. ხო აი ამაშია საქმე. ხო შენ რომ ამბობ რაში ჭირდებოდათ უყურე აქ ახლა ქიმია არის და ეს მასობრივი ის არის დაწამულის თუ ზემოქმედების იარაღი ბჭყალებში, ხო, ასე ვთქვა. კალაძე რომ ამბობს, აი აქციის წინა პერიოდში რომ აი ესა თუ გადაცდომაო, ყველა გონს მოვიდეს, რომ გადაცდომაო ძვლებში დავამტვრევთო, თუ ძვლებში დაამტვრევს. აი ახლა რომ გადათარგმნო ასე ქიმიას და ამ იმას მოკლედ მეცნიერებას და ამ ნივთიერებების და ამ ფიზიკას და რაღაცას სხვა სამეთყველო აპარატი უნდა და არ შეუდათო. აი იგივე რაც იქ ფიზიკურად დალეწვა ქვია, ხო? იგივე ეფექტი უნდათ აქაც, ხო? რატო ლეწავს და რატო ცემდნენ ისე სასტიკად, რომ ნუ ეს იყოს ერთხელ და აი სამუდამოდ ასე ვთქვათ. სამაგალითო დასჯა იყოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ თუ მესმის, მაგრამ რაღაც კიბო თუ რაღაცა ისა გძელვადიანი შემოსხანის გაზი იყოს რა, რომელიც სხვათა შორის რადგანაც გამახსენდა ეს ფილმს ვინც უყურა, ხო? კარგად აწყობილი ფილმი არის. მთელი გარემო რაც ამ ფილმში აღწერილი არის, კატასტროფა, აი ჯოჯოხეთი არის. იქ რა არის ეს მარტო ეს არის წყლის მისხმა და ეს ქიმიური ნივთიერების დასხმა არის, როგორც პოლიცია ექცევა მომიტინგეებს, როგორც უსწორდება, აი როგორც ცემს მომიტინგეებს, ჟურნალისტებს და ყველას, ხო? ის კატასტროფა არის. შენ წარმოიდგინე, ვინც იმ სპეცრაზმელს დაავალა, ეგრე მოქცეულიყო და იმ სპეცრაზმელმა ეს ბრძანება მიიღო და რა ვიცი, კიდე თავისი დაუმატა და გაუსწორდა. როგორ ფიქრობ, აი ის იმისთვის რომ დაევალებინათ იმ 20 მეთაურისთვის თუ 100 მეთაურისთვის რაღაც საშინელება მიასხიო. ეს ჯაჭვი სადმე გაწყდებოდა და არ გააკეთებდნენ და სხვათა შორის არც ერთს, არც პროპაგანდისტებს, არც პასუხისმგებელ პირებს არსად არ უთქვამთ, ეს ხომ ესმის რაღაც ტექნიკური მხარი არის და რაღაც ეს მიდის კამათი დრო ჭირდება იქ რაღაც აბუთების ნახვას, ამ ნივთიერებების მოქექვას რაღაც. არავინ არ ამბობს აი ჰუმანიზმის, აი ჰუმანური პოზიციიდან რომ ჩვენ ამას როგორ გავაკეთებდით, იმიტომ რომ იქ ფონად ისეთი სისასტიკეები ხდება, რომ აი არაბუნებრივიც იქნება, სულ ცოტა ესეთი თვალში საცემი ის იქნება სიყალბე, რომ თქვას, რომ ჩვენ ამას როგორ ვიკადრებდით, ხო? ახლა თქვას, აი ახლა აზრათაც არ მოდის ვინმეს. არ ვამბობ რომ ვიღაც მაღალი თანამდებობის პირს. აი საშუალო რგოლის, ან რა ვიცი, ან თვითონ პროპაგანდის წარმომადგენელს რომ ჩვენ ამას ქართულ ხალხს როგორ გავუკეთებდით? იქ ჩვენი ძმები, ჩვენი დები, ჩვენი ამას ვერ ამბობენ. იმდენად ხარი ხა ნანახი გვაქვს უყურე რაც უნდა გაეკეთებინა. მოდი გააკეთეს თუ არა, გამოიყენეს თუ არა, იქით გადავდეთ. რაც უნდა გაეკეთებინა აი ამ სიტყვაზე, ამ ნივთიერებას, ხო? იმის ეფექტზე უარს არ იტყოდნენ. იქ ხო, აი როგორ გითხრა, უბრალოდ აი სულ იგრძნობა ეს რომ ოღონდ თვითონ არ შეეტენოთ რაღაცა რომ აი პასუხისმგებლობა აიღოთ რომ რაც გინდა ის მოვიდეს. იქ ვინ აი გურამ როგავა ან ის ბიჭი ფეხბურთის ბურთივით რო თამაშ სულ ეს ბავშვობიდან გვაქვს თუ ამ იმიდან ჩარჩენილი ეს იმათ რომ აი სადღაც გაგრაში ეს მოჭრილი თავით ფეხბურთი ითამაშეს. ფეხბურთი ითამაშეს. აი ამას რო აკეთებდა, იქ რაღაცნაირად ასავსავებ, თან ხო გეუბნები უარგუმენტოდ ამბობ რომ არ გავაკეთებდი თამაში. რაც გვინახავს და იმას ვამბობ, იმიტომ რომ კიდე ლაპარაკი ამაზე რომ რაც იცი, რასაც ტიპები ყვებიან, რომ როცა შეგათრიეს, სადაც კამერები არ გიყურებდნენ, როცა შეგათრიეს დაკავების მანქანაში, სადაც ტიპებმა შეაგდეს ხო, რომელიც დახურული მაშინ, რომელსაც ყვება ხალხი და კიდე უფრო საშინელებები, რომელსაც ვიდეოზე იღებენ.
ასევე რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, ფიზიკური იარაღი ქიმიურზე უარესად გამოიყენეს, ხო? ანუ ხო ვიდეოში ჩანს ტიპი მიუყვანეს ხარებას, რომელმაც ციხლი ჩაარტყა დაჩოქილ ტიპს ნაცემს და მე ამბობდნენ რომ ესო არის, ანუ ესო არა, ანუ მანდ არ ჩანს არაფერი, რომელიც ჩანს. ანუ ვიდეო არის, ესე უყურებ რომ ტიპს ესე მიუთრევენ და ესე წაარტყამს ციხლს და ძალიან სულ რო არაფერი საქმის კურსი, ხო, სულ საქმის კურსი არ იყო. შინაგან საქმეთა მინისტრებმა როგორ რა არგუმენტები მოიყვანეს ეს გასაправებლად და თავის სამართლებლად ძალიან საეჭვო არის. სასწრაფოდ გამოსულმა გომელაურმა რაც ილაპარაკა, მერე გელაძემ რაც თქვა და მერე ყობახიძემ რა თქვა. აი ამ სამი ტიპის ის სრულიად აცდენილია. შეერთო მანამდე იმას ისამოროს ნახავ საწინააღმდეგო გამოთქმულს, ამ შემთხვევაში რაც 2 საათის განმავლობაში სამი სხვადასხვა რაღაცა იყო. ხო და ასევე ხო ძალიან ის იყო მაზალო იყო რომ განცხადება ამ ფილმის საპასუხოდ რომ ხო გამოეხმაურა რაღაცნაირად ხო უნდა გამოეხმაურა და გამოეხმაურა მართველი პარტია რომელიც არ არის უფლებამოსილი ხო მართულ პარტიას ხო არ მიუღია შეიძლება მართულმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება გაიგე მაგრამ ეს ხო არაფორმალური არის ფორმალურად ხო პასუხისგებლობა აქვს მთავრობას ხო შინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ ხო რაშუაშია პარტია ამან უნდა უპასუხოს. ესე ძალიან მაზალო ამბავი არის, რომ უფლებამოსილი ტიპი ჩუმად არის და ვიღაც ტიპი შენს მაგივრად ლაპარაკობს. ლადო კახაძის ლექსი წაიკითხე? აუ, ამოწერე, მეც მაგ გადმოწერე. ხო და ნიკო და კიდე და რო ამბობენ ვუჩივლებთ, ახლა შეცვალეს რომ იქ იმას თავიანთი მარეგულირებელი მასში ორგანოში უჩივლებენ. მაგის ჩიტები არ არიან ახლა, რაც არ უნდა ვთქვათ, ბრიყვები არ არიან ახლა. ბრიტანულ სასამართლოში სართელი შეტანა ნიშნავს თანამშრომლობას და ყველა კარტის გაცნას და მისვლას, მოსვლას და მეტ მაგამდე სარჩელი სასამართლომ რომ მიიღოს, რაზე უჩივია რომ არასწორი თქვა რამე, რაზეც ხო, არა. ერთი, ანუ ვთქვათ რაღაცა, BBC-ს აზიზღრები, ნახე რა გააკეთეს, რაც გააკეთეს, ყველაფერში ადასტურებ რომ კი მართლაც და იყო გარეული. იმას ვერ შეეკამათები რომ ვიღაცას გრძელვადიანი შედეგი მოყავდა რომ ამბობს რომ ერთი კვირის მერე კიდე ცუდად ვიყავი და რანაირად ერთ-ერთი შეგიძლია თქვა რომ ის ნივთიერება არ გამოგვიყენებია რაც მაგ თქოს და ისინი რომ ჩვენ არ გვითხოვს რომ გამოიყენეთ ჩვენ თქვით რომ ეს იყო U393 რომელიც არის 15 ნივთიერება და მათ შორის ესეც არის და ვივარაუდეთ რომ ეგ არის რაში მიჩივი ანუ რა ვთქვი არასწორი ცილის წამებაზე ვერ უჩივლებ თუ ტიპი თუ არ ამბობ რომ ტყუილი თქვა იმან და რა რგოლი იყო ტყუილი ამ ყველაფრის არ იყო არაფერი მე ველოდები ორ ამბავს დიახ ერთი ის იქნება რომ რაღაც ხო დიახ მერე ხო ერთი ის რომ აი ეს რაღაცნაირად ამაზე ესეთი კამათი გაგრძელდება ვინც რა გამოიყენეს არ გამოიყენეს შეეძლო თუ არა არ შეეძლო და საზოგადოებრივი აზრი რაღაცნაირად შეეჩვევა ხო და რაც დღეს რაც გუშინ დღეს და ხვალ მიუღებელი იყო რაღაც ზეგ ესე უკვე ადვილად მისაღები გახდება და გვეთქვიან რომ დიახ გამოვიყენეთ და თუ ჭკვიანად არ იქნებით უარესსაც გამოვიყენებთ და ნაცები რო ყოფილიყვნენ საერთოდ ზარინს გამოიყენებდნენ თქვენ უნდა რა იცით რებს იყენებდნენ რა იცით რებს იყენებდნენ ეგ ზარინს მოასხამდნენ ერთი ეს და მეორე დასკვნა კიდე რომ არა უბრალოდ ადგილობრივი მედია და NGO-ები არის დასაჭირხვნი ეს BBC და ეს სხვა მედიებიც ისინიც კაი ხვითოები არიან ხო კიდე კომენტარები წავიკითხო თუ კომენტარი კი ლადო კახაძეზე რატო გაიწიე გავიწიე რომ მეთქი ლექს წაიკითხავდი და მე გაქვს ამოწერილი სადღაც მქონდა ხო და მე რო აღარ ქენი ეს ქენი ხით პირი მოგწმინდი ასე ვთქვა თქვი რომ შეიძლება არ აქვს ადამიანს და კაი ლექსი იყო ლადო კახაძე არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი რომელიც მიუხედავად იმისა რომ ეთანხმები თუ არ ეთანხმები ბეკაბელის ნაკლებად ნერვების მომშლელი იყოს ვიდრე სხვები არიან იმიტომ რომ ლექსებს წერს ხოლმე და ოღონდ ძალიან საყვარლობა არის რომ აი ესეთ უსასტიკე რაღაც უსასტიკე ექიმი რომელიც ესე იგი სხვისი ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობა ჰუმანიზმი არის რომ რა ვიცი ამოსავალი წერტილი ხო მე როგორ ვფიქრობ, ესე იგი აუცილებელი კარგი ექიმობისთვის აუცილებელი პირობაა რომ იყო გულისხმიერი, ჰუმანური, ადამიანის მოყვარული, ესეთი ისა. და მე ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი, ხო, ესეთი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მე გჭირდება პროფესიონალი, ანუ ხელობა. ეხლა მოდი წავიკითხავ და ერთად გავარჩიოთ, იმიტომ რომ თქვათ კარგად არ ამის მის რა ხარი და შენც აიცი რა არის ეგ როგორც ისა გვაქვს, გადაცემა გვაქვს. მარტო ჩვენ ორი ხარს ხედარ და ლაპარაკობ. რაღაც ეს შემოვიტანოთ, ხალხი გავახალისოთ. მინანქრებში ჩასმულ კბილებს უძულო ენა დირიჟორობს.
ანუ თეთრი კბილები მეტის მეტად ალბათ იქიდან. კეთილდღეობა დასავლეთ. კეთილდღეობიდან ენა ზვალი არ აქვს. ვაზირებს და მოციქულებს არევიათ რამსები. მიკროფონი თუ ჩაიგდო ყველა პირი მღერის სოლოს, დირიჟორობს მღერის სოლოს, ოკეი. ბეიჯების მეპატრონეთ დაურიგდათ საშვები. ანუ ესენი არიან ბეჯები ტიპები, ანუ რომლებიც ტრენინგებზე დადიან ხოლმე. პოპონჩიკიანი ლიბერალები. თეთრი კბილები აქვთ, ენას ძვალი არ აქვს და არიან ვეზირები და მოციქულები. მოციქული ცუდი გაგებით არსად არ მინახავს მე როგორც წესი. ხო, კარგია ხოლმე მოციქული, მაგრამ კარგი. ერთ დროს ნაკებ ბიბისელებს ცნობილ ალღომ უმტყუნათ პრეზიდენტის აფორიზმებს გადააკრეს დამღები. ნიკნეიმად აიწეპეს გრძელცხვირა და დიდყურა, ფეხში ტყვია დაიხალეს, აიფეთქეს ნაღმები. რითმების არ ჯვარედინი რითმა არ როგორც ხვდები, მაგრამ რაღაცნაირად მასალოთ არის გაკეთებული. დიდცხვირა და დიდყურა, ესე იგი ტყუილების გამო რომ ყურები გაეზარდა. ანგარება მცოდვილების სასთუმლამდე მიაღწია. ანუ სასთუმალი საწოლი, საბა რაღაცა ეროტიკული რაღაცა ჟურნალისტებს ჩაერიცხათ გარეცხილი თანხები. ეს კლიშე რო ეს დახელფასებული. დახელფას BBC ჟურნალისტებს ხო. გარეცხილი არ არის, ისედაც ერიცხებათ ფული მაგაში. თავყილობამ შეთანხმება სხვა დროისთვის გადაწია. What? ოქრომ თავი აიშვა და აიყოლა თანხმლებით. თავყილობამ შეთანხმება სხვა დროისთვის გადაწია. ხო, არ მიტინგიმა რაღაც ისა, ხო, მოკლედ. ოქრომ თავი აიშვა, ანუ არიგებენ ესე დახელფასებულებს და აიყოლა თანხმლებით. მასმედიას ტყუილს აწვდის ჩიტი კორესპონდენტი. ძველ კომისრებს ფლაგს უხევენ უკომპლექსო ახლები. მისხალ ვებ გვერდებზე გადატვირთეს კონტენტი, ანუ აქ რა ბჭყალები რატო არ ვიცი. საღ მართვეებს ჩაენაცვლნენ უწარსულო ბახლები. აქ უნდა შემოვიდეს. ანუ მართვე არის არწივის შვილის ნაცვლად, ყვავის შვილები ბახალა, ხო. ცრუ პროგნოზებს უტვირთავენ საწყალ სინოპტიკოსებს, თუ გონებას არ მოვეგეთ, ყველა ერთად წავხდებით. ანუ თუ გონებას არ მოვეგეთ და კარგად შხამიანს შევასხით, როცა გამოვლენ ქუჩაში სალაპარაკოთ. მგლებს ვერავინ გაექცევა, როცა სუნი იყნოსეს და თუ ცუდად მოვიქცევით, დასაცინი გავხდებით. გლებს ვერავინ გაექცევა, როცა სუნი იყნოსეს. შენთვის რას ნიშნავს რისი მეტაფორა? ანუ შეიძლება იყოს, რომ გლები არიან გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც თუ სუნი იყნოსეს, თუ დაგინახეს, სულებში გადაგამტვრევენ. აქ უნდა შემოდიოდეს ის მიშა ანდღულაძის ის რო არის შენი პოეტი. ხო? ტიპი არის, ესე იგი, ონ გარითმოს და რას გარითმავს, რაზე გარითმავს, რას დაარქმევს ლექს. ის არის სხვა უფრო მარტივი და გასაგები მეტაფორები და ესენია ხოლმე. სახეხატები. ნაწვალებია, კი. ხო, სხვა დროს არ უფრო გასაგებია ხოლმე რა უნდა. წამოვიდა. აქ არის რაღაცა ესე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამ BBC-ს ამბავზე ვერ იტყვი რომ ნახე ეს მოიტყუეს. ანუ ყველა არის რატო უთხარეთ თუ რაღაცა რა ნიკო მე ამჩნევ აი საზოგადოების რაღაც ნაწილი ვინც ამ პროპაგანდას ექვემდებარება არ ვიცი ეს ბატონი ლადო კახაძე პროპაგანდის გავლენის ქვეშ არის თუ ბუნებრივად ჭირს რაც ჭირს მაგრამ აი ხო იმედი და რუსთავიორი ყველაფერს ქარდავენ და იქ ამ ქარდის ქვემოთ ხო მიდის თელი ეს ნებათა გელვა და რაღაცა ხო სულ გიჩნდება რომ ბიჭო აი ამ ქარდების ამ მილიონი ქარდის კითხვას და ეს წადი და ნახე ის ფილმი ხო აი ამ ქარდში დაგიწერეს რაღაცა იქ ვიღაც ტიპი გეუბნება ეგრი არ არის ესია შენეუბნები არ არის რაღაცას და კამათობდა ამ დროს არა გაქვს ნანახი და რა მარტივი არ არის წადი და ნახე ადრე გინდა რომ ნახო ანუ ის კი არ არის რომ უნდა და არ ნახა არის რომ ჩემ მაგის ნახვის გარეშეც გასაგებია ყველაფერი ხო არ ვიცი იცი რა არის ახლა ადრე ერთი სტატია მქონდა ინდიგოში გამოვაქვეყნა ბლოგებს რო წერდი ხოლმე მაშინ 10 თუ რაღაც წელი გავიდა თბილისელებს შენ დედამ ასე ერქვა რომელიც გაზიარდა დრო ინდიგო ახაც აზიარებს ხოლმე და ქვევით კომენტარებში ვიღაც ტიპი მაგინება სხვის გადაზიარებულში და ის სხვა ვინც გადაზიარებ უბნება რომ წაიკითხეო ანუ რა არ მოგწონსო შეგნით რა წერია იმან არა რაღაცა და ის უხსნა რომ რაც შენ გონია მაგაზე არ არის ანუ არისო რომ ქალაქი კეთილმოუწყობელია ხალხისთვის და არა მე ვარ წავიკითხავ და მაინც იმას შვებოდა იმიტომ რომ მაგისთვის სულ ერთი იყო ნუ რაც თავიდან ჩათვალა თან ეს მით უმეტეს რომ პოლიტიკური საკითხი არ იყო უბრალოდ რა სულად მოხდა თვალში და იმას იმეორებდა იმის თქმა მინდა რომ ის კი არ იყო რომ შეუძლია ხო მესმის ხო ანუ ხო აი მაშინ რო არის შუქშინის ფილმში რო არის ის ხალხი მისთვის გარყვნისთვის მზად არის რაღაც მზად არიან რომ ეს პროპაგანდისტული რაღაც მარტო პროპაგანდისტული არ არის ჯიმი ყველა ისე აღარავინ აღარ კითხულობს არაფერს აქედანაც და იქიდანაც ვიღაცები ამ BBC-ს ისე იცავენ რომ შიგნით რა წერია ეგეც არიციან ეხა იყო რომ არჩილ მარშანიას ჰქონდა
ცოტა მაგკრიტიკებელი კომენტარი ამისი რომ ერთი ეწერა რომ ის კვლევას რა ნაკლოვანებები ქონდა და მეორე რომ როგორ არ არის ვარაუდითარი ნახსენები რა ნივთიერებაა. ორივეში იყო მართალი. მაგრამ უწუნებდნენ კონტექსტს რომ რა დროს გამოხვედი ამას წერდნენ რომ მაგრამ რომელიც არ ნაწილობრივ ეთანხმება შეეძლო უკეთესად შეეფუთა თავისი ნათქვამი. მაგრამ ამავე დროს თქვა ჩემი მეგობრები რომელიც არჩილსაც ხა ისე პირადად არ მიგულავია მაგრამ მეგობრებად მივიჩნევ აი შენ ის არა ხარ მაშინვე იმაზე გადადიან რომ რაც დაწერე არასწორია კი არა არა შენ ძმას ისა აქ ჟირაფი ჟოზე აქ თუ რაღაც აი ხო მესმის მარტო მაგაზე არ არის არსებითად შეგვიძლია რომ ჩაუღრმავდეთ რაღაცები არის მართალი და რაღაცები არის ტყუილი იცი რა არის რაც მართალია და რაც სიმართლეა არის მართალი იმის და მიუხედავად თავრობას აწყობს ოპოზიციას აწყობს მიშას აწყობს თუ იმას ჯიმის აწყობს არის რაღაცა სიმართლე და ტყუილი არსებობს გარდა პოზიციისა და არაპოზიციისა და არის მათ გრადაციები და ყველამ დავივიწყეთ. ხო, მაგრამ მე თან ფიქრობ რომ აი თუ ფული და გავლენები და რა ვიცი დიდი ძალისხმევა იხარჯება იმისთვის რომ ადამიანი იყოს აი ესე გადაწყვეტილებების ბრმად მიმღები არ იყოს მჭრეკელი, მაძიებელი, ცნობის მოყარე და ეს მიაღწევს ადრე თუ გვიან, ხო? აი თუ ამაზე ხარჯავს ხელისუფლება პოლიტიკური კლასი ძალისხმევას რომ ამომრჩეველი იყოს ესეთი, ხო? ნუ ადრე თუ გვიან მიაღწევს. მაგრამ ნიკო, თუ ეს გარდაუვალი არის ესეთი რაღაც ბედური წყლების ხმა და რაღაცა, ხო? იქნებ გამოსავალიც ამაში არის, რომ ეს ბავშვებს ისეთი ფორმები ჩავაცვათ, რომ მედეგი იყოს ამ ქიმიური ნივთიერება. რა იცი, ვისაც რას მიაცხავს და გადარჩება. ძალიან კარგი იყო. შენ მოსწრები ხარ ფორმებს? მწმია ფორმა, მეც ვარ ფორმა. რა ფორმა? როგორი იყო შენი ფორმა, სკოლის ფორმა? მე ორ ფორმას მოვესწარი, მე იმაზე ხანდაზმული ვარ ვიდრე სინამდვილეში. მე ესე იგი 2 თუ 3 წელი პირველ მე-3 კლასში თუ პირველ მე-2 კლასში 0, მაშინ 0 იყო. ახლა ხო მე-11 და მე-12. მაშინ ესეთი ექსპერიმენტული იყო 0 კლასში და პირველში და მე-2 ნაცრისფერები იყო. აი ესე თითქოს რაღაც მაუდის, შალის რაღაც ესეთი. ისე იმათ მახსოვს, რომ ის რაღაცნაირად მომწონდა. ნაცრისფერი, აი იმეებში ქართულის და დედაენებში და იმეებში რო იყო, გიმნაზიელი ბავშვები რო იყო, რაღაც იმის მსგავსი იყო. და ეს პირველ მასწავლებელთან პირველი ფოტოს რო იღებენ, იქ ფორმა მაცვია და რაღაც შეიძლება იმის გამო ეს ფორმა ამ სურათში რო ვხედავ ჩემ თავს და რაღაცნაირად ეს ისაა. და მე იყო ეს ლურჯი ფორმები. პიჯაკი ისა ხო მე უბრალოდ ლურჯი მქონდა, მაგრამ ხარისხიანი არ იყო არც არ იყო ხარისხიანი რა იყო ხარისხიანი საბჭოებში პირველ მეორე კლასში ესე ვიწმინდავდით ცხვირს და მე ეს ზოლები მქონდა ჟღლინტებიზე დატოვებული ჩემი ვერაც სითხეს არ იწოვდა სინთეტიკური იყო რაღაც არ მეტყველებს მაგრამ ჩემი მასე რომ ჯობია არ ქნა ყველა ბავშვი ეგეთი იჟვინტებოდა რა თქმა უნდა ხო და ისა როგორი რაღაცა იყო მანდაც იყო განსხვავება, ვიღაცა ცდილობდა, აი მოსკოვის ფორმები იყო კიდე განსხვავებული და რაღაცა. ხო, არ ვიცი. ხო და ფორმები რო გადავარდა. ისე გამეხარდა. მეც და არავის არ სიამოვნებდა ეგ ფორმა. კი. ისიც კერძო სკოლაში ზოგან აცვიათ ხოლმე ფორმა რაღაცა და თუ ეს ამბავი სიკვდილის სიცოცხლის ამბავი არის და ეს არ არის უბრალოდ ის რო აი კრემლის ცისფრად გადაღების ამბავი არ არის, ხო? იცი რა არის ესეთი რაღაც ცენტრალიზებულად რომ ყველა სკოლამ, ყველა ბავშვმა, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში ერთნაირი ფორმით იაროს, ამას ჯობია თვითონ სკოლებმა გადაწყვიტოს ამ სკოლას როგორი ექნება. მან თავის დროზე ხა გამახსენდა რომ რახან კიდევ მაგას მოუბრუნდით რომ ესეთი ორი მხარე იყო რომ ერთნი ამბობდნენ რომ ფორმა დამატებით ფინანსურ თვითად აწვევა მშობელს. მეორენი იყვნენ რომ პირიქით რომ ათანასწორებს სტუდენტებს, იმიტომ რომ სტუდენტებს კი არა და მოსწავლეებს, იმიტომ რომ ზოგან არის რომ ნახე შენის გაცვია, ეს ბრენდი გაცვია ის ბრენდი და ჯობია ყველას ერთ და იგივე ეცვას რომ მაგ მხრივ არ გამოირჩეოდნენ. რაც მესმის მაგ არგუმენტის, მაგრამ მგონია რომ ყურის მოთრეულია, იმიტომ რომ თუ მოუნდათ და ბავშვების ასტიკები არიან ხოლმე მე ტელეფონს შეხედავენ რა გაცვია, ფეხზე რა გაცვია და რაღაცა ბოლოს ტრუსიკში ჩავლენ რომ აი კალვინ კლაინია თუ ის არის ჩვენ სკოლაში სადაც ჩემი შვილიშვილი და ერთი წელია უკვე აი ამ ახალი სასწავლებლიდან ესეთი მოცისფრო რაღაც ესეთი პერანგები აქვთ, მაისურები, ზამთრის ზაფხულ ძელსახელობიანი მოკლე, მუქი შარვლები. ეს ზედა ნორმალური არის, ქვედა ისე რა. ხო და ნუ ახლა დიდად უკმაყოფილო და რაღაც არ ხო ხდები მშობლისთვის თავის ტკივილის შემცირება არის, ყოველდღე არჩიო რა ჩამოუმზადო ის. ხო, კაი თუ ეს გარდაუვალი ამბავი იქნება და რაღაც დაგვარწმუნებენ რომ ეს კარგი არის, რაღაც ასაკამდე პატარა კლასებში. სავარაუდოდ
ორი ფორმა უნდა გქონდეს. ხო. ანუ ერთი გაირეცხება, მეორე ჩადან ძალიან ისეთი უნდა გქონდეს აწყობილი workflow. თან ზამთარს კიდე სხვა უნდა ახლა ზაფხულს სხვა უნდა. ხო და ოღონდ ზედა კლასებში ხო, აქაც პირველ 6 კლასამდე იყო მე მგონი საუბარი. ნუ ზედა კლასებში სისულელია, იმიტომ რომ ახლა იმ ასაკში ახლა უკვე პიროვნება ყალიბდება რაღაც ის მაგრამ ისიც არის, ნახე რომ პირველი 6 წელი გჭირდება რომ 6 ფორმა იყიდო. ხო. ანუ ის ყოველ წელს იზრდება პირველ ხო, რა კლასში საკვირველია. სხვა ზომა არის. ხო, არ ვიცი, მოკლედ არა, არ ხუმრობ, ანუ პირველ კლასში რომ ფორმას უყიდი, მეორე კლასში ის აღარ ეტევა, ბავშვი, რომ გაიზარდა. ხო, იცი რა არის, მე ახლა ისა მადაჭა. ანუ ოხრები ხო ის ხანდახან დილას უყიდი, ფეხსაც მოძდა, საღამოს უკვე აღარ ეტევა, რომ გაიზარდა. თან მადაჭამაში მოდისო, მე იქნებ ვარცხნილობის კონტროლი დაიწყო, ხო? აი ჯარში ესე იყო, ისა დათო. ესე მოვიდოდა ოფიცერიან სტარშინა და ესე კისერზე აგისვავდა ხელს. რასაკრეჭია. და ამ დროს ესეთი რა. გადავიდე კომენტარებზე, თუ კიდე გინდა რომ გააგრძელო, ერთ საჩინო ჩავეტიოთ, თუ დაგვრჩიან. არავინ არ გვჭირს ეს მე მოვიფიქრე, მაგრამ არ არის საჭირო ერთ საათზე მეტი. გურამ წერს რომ ზოლს რა გითხრა, წინაზე ვლაპარაკობდით, რომ შავი ზოლი, თეთრი ზოლი რომ მოდის ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო დროს შეგრძნება მაქვს ცოის კონჩიტსა ლეტაში ვცხოვრობ და უარესი გველოდება წინ. მაგ ეპოქას მოსწრებული ხარ და უფრო გემახსოვრებათ ეგ შეგრძნება წინასწარმეტყველებისავითაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისო. მაგ დროს მე მახსოვს პატარა ვიყავი და გაცილებით უფრო ორგანულად ჩემთვის არ იყო ესეთი კატასტროფა, როგორც თქვა წარმომიდგენია, რომ პაპა ჩემისთვის რომ მთელი ცხოვრება რაღაცას შვებოდა, რაღაცა ის ქონდა სამომავლო გეგმები და გადადებული რამდენიღაცა რუბლი, რომელიც დაეხმარებოდა სიბერეში და მე როცა აღმოჩნდა ეგ რუბლები ჩვენ ჯიბეში მოდის, შენ აღარაფერი აღარ ხარ, კარგად იყავით, ცოტა ხანი მარგანანი წავსვით პურზე და მე როცა პატარა ვიყავი, რაღაცა თავისთავად ის იყო, მომავალზე აღარ ვჩვენე. ფოთაშორის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ის რომ კადრები რო გავრცელდა იქ ეზოში რო ისინი ბარათები რო ეყარა, ნაწილი დარწმუნებული რომ პაპაშენი შევსებული იქნებოდა იქ სიტყვები. იქნებოდა კი და ეგ შენობა არის შიგნიდანაც. რამაცინათ ვიყავ რამდენიმე წელი წინ და არის. ცისფერიმთები მეც ცისფერიმთები აღარ არის, არის რაღაც ჩავა ხერხი 4 არის, იმიტომ რომ ჩავარდები და მოკლები სადღაცა. ნოდოვიკო წერს რომ თავისით გაიქაჩა ყაველაზე რომ იძახითო, მე არ ვიძახით ჯიმი. არა, კალაძემ წარადგინას ფედერაციის პრეზიდენტად და მე წაიკითხეს წესდება რომ ამ პოსტზე აუცილებელია უმაღლესი განათლება და მე პარლამენტში გადმოიყვანა და იქ კობიაშვილი გაუშვაო. მე ვამბობდი რომ ძაღლის და ბავშვის ვიდეოები რო ვერ გავარჩიე უცებ და მაია მიქაძე მეც შემხვდა და მაშინ რომ მივხვდი ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული რო იყო. მეც რო დავფიქრდი მაია მივხვდი, მაგრამ რაღაც მომენტში ჩასქროლვის დროს შეიძლება ისე შეგეპაროს რომ ვერ მივხვდები. ასევე არ ვიცი რამდენად იცნობ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხელსაწყოებს, მაგრამ AI-ის ფოტოებს ხო ხვდებოდი რომ შეხედავდი, აი რაღაც ფაქტურა ჰქონდა ხო. ეხლა ვეღარ მივხვდები, იმიტომ რომ ნანო ბანანა 3 Pro არის, რომელიც აი მაგის გაკეთებული ფოტოები ვნახე და აღარ აქვს ის ფაქტურა, ანუ შეიძლება ესე თუ შეხედე მიხვდე, მაგრამ ვერ მიხვდები რა. არ ვიცი. აღარ ეტყობა. არ ვიცი სწორი მიდგომაა თუ არა, მაგრამ მე აი იმის გამო რომ მაგ ხელოვნური ინტელექტი ძალიან გაეშმაკდა და გამაიმუნდა, ხო? რას უყურებ, იმას კი აღარ ვაქცევ ყურადღებას. ვისთან უყურებ, ხო? აი მნიშვნელოვანი. აზაზელონ წერს რომ ნიკოს ხმარო მიაწვდინე აქავარ. რადიო თავისუფლებას YouTube-ი გაუკეთე. ახლა TBC-ს უკეთებ. ანუ გამომწერები რომ მოგყვება, სადაც ხარ მაგის ხმა მინდოდა. საკუთარს როდის გააკეთებო? აი შავ პარასკევს ვიყიდე მიკროფონი, იმიტომ თავარ ვიყიდე კი. სერიოზული ფასდაკლებით თუ? ნუ 400 ლარი ღირდა ისე, როგორც ეწერა და 250 ლარად ვიყიდე. თავიდან არ მინახავს მართლა 400 ლარად იყიდებოდა თუ არა, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ კარგი ის არის DJI-ის მაიკმენი და იმიტომ რომ ვიდეოების ჩაწერა რო გინდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, პირველი არის რომ მიკროფონი გჭირდება, დანარჩენი ყველაფერი გაგსავით. ანუ თქვა ვიდეოს ტელეფონით გადავიღებ, განათებას რაღაცას პატარას მივახმარ, მაგრამ მზე არსებობს და ხმა ხა ტელეფონის ხმა რო ჩაწერო არ ვარგა რა. პოდკასტზე მითხრა. ხო, პოდკასტს არ ვეძახი, იმიტომ რომ YouTube-ზე უნდა გავაკეთო, რა ვიცი, რაც ქვია ისა და წელს გავაკეთებ 2 წელს. ანუ ზუსტად როდის იქნება არ ვიცი, წლის ბოლომდე ბევრი არ დარჩა, მაგრამ შენი? ხო, ანუ ისა მაქვს, გეგმა მაქვს რომ 2 წელს გავაკეთებ რა, ერთ ჩავწერ და ორივეს ერთად დავდებ. უბრალოდ ეხა მაქვს ამოცანა ეგეთი რომ ყველაფერი მინდა რომ მე თვითონ გავაკეთო, ანუ მეგობრები და კაი ხალხი მყავს გარშემო და მითხრეს რომ გადაგიღებთ კამერას ყვა განათება რაცა მეთქი თვით კმარი ის უნდა იყოს. ჩემით ჩავწერ, ჩემით დავამონტაჟებ, თავიდან Resolve ვიფიქრე დავინჩი რაღაც და არა CapCut-ს ბევრი არ მჭირდება. ჩავწერო ჩემ რაღაცა. აი ეს არის სუვერენიტეტი
და არაიზოლაცია. ხო, იმიტომ რომ მე რო პოდკასტს წერდი ხოლმე, მე გამახსდა რომ როდის გამომდიოდა უკეთესად რომ ღამე მოვდიოდი ხოლმე რომ ხსხვები არ შევდიოდი მარტო და რაღაცა ჩემი ისა მაგ და მირჩევნია ესე ხა ჩვენ რო ვართ და აგერ ქორი არ სხვა გამოდის რა მირჩევნია რომ მარტო დარჩე კამერას და ესე გავაკეთო და რაც გამოვა. ასე რომ მადლობა აზაზელ გულშემატკივრობისთვის, გულშემატკივრობა დააღვიქვიესა და წელს დავიწყებ მაგას. ერთი თემის რა შემოიწია? არა. იცი რა, ყველა რჩევა პირველი სერიაში მაგაზე დავილაპარაკო, რომ ყველა რჩევა რომ ნიშამ დააიღო. რაც ერთი პონტი აიღო და იმას მიაწვე და თავიდან ფიქრობდი მაგაზე და მე მეთქვი არ კიდე არ რატომ დააიღო ნიშა, რაც მინდა იმას გავაკეთებ. მაქვს ჩემი ისა დიაპაზონი, რაც მინდა ხოლმე ლაპარაკი და თქვა პირველი დიდი სერია რაც მაქვს ის საიდის და ვესაიდის ტუპაკის და ბიგის ომზე მაქვს დაწერილი მაგ ტექსტი პროჯექტი ჩამიწერია, მაგრამ სხვა რაღაცები მაქვს იდეები რომ ვიღაც ის YouTube-ი გააკრიტიკო რაღაცაზე, იკაიფო რაღაც სიმღერაზე. მოკლედ, რასაც პოდკასტში ვაკეთებდი, იგივე ხონდ YouTube-ის ფორმას მივცემ და ნელ-ნელა მონტაჟსაც ვისწავლი. იმიტომ რომ არ არის რთული. ანუ რთული როგორ არ არის, კარგად რო გააკეთო, მაგრამ ვიდეო რო დაჭრა და ზევიდან რაღაცა გადააფარო, ეგ არ არის რთული. ვახტანგ ხუციშვილს მოეწონა შენი ხუმრობა, მე ამისთვის არ გავჩენილ ვარო. რომელიც კონტექსტი არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან კაი იქნებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე ხალხი. ეს ახო, კაი ხუმრობა იყო. მერდოკი გუტაბი forever-ო. გახსოვთ წინაზე რა ლაპარაკობდი? კი, გუტაბი მაღაზია ვთქვი იქ როსტოვში. ოკეი. ჯოშუამ ლანძღვაგინება და ტროლები საერთოდ კატასტროფა სიტუაცია, ქალები იგინებიან და უზრდელი სიტყვების კორიენტელს აყენებენ, კაცებიც. იცი რა არის? აი გინებას და უზრდელობას კიდე აიტანდი, მაგრამ რაღაც ის უნდა იყოს რაციონალურად, რაღაც თამაშის წესებს უნდა ცნობდნენ. აი რაღაც არგუმენტს უნდა კონდეს ძალა, ხო? აი უბრალოდ გინება, აი არ წავიკითხავ, არ დავინახავ, არ მოусმენ. აზრი არა აქვს უბრალოდ. ლასათიან გინებას რა ჯობია. არის ხალხი რომელიც იგინება და ფიქრობ რომ აი რა გინდა. გიორგი გამსახურდია იგინება ხოლმე. რაღაცა თქვენი მკვდრების ზევიდან რაღაცა რო კითხულობ რომ აი რა ხო რატო ქენიეს ან რაღაც აშკარად ანუ ეფექტიანია უბრალოდ არ არის ახდენს იმას, მაგრამ სუდარაზე გავიწევ. აი მე ღმერთო ჩემო ხო. სასტრაფო თემას შევცვლი. მარიამ ბალალაშვილმა ურიგო შესვლაზე ლაპარაკობდით, აია სოფიაში შევედი დახვეწილად ურიგოთო და ჩვენ მარიამის გვერდზე ვართ. რა თქმა უნდა, როცა შეგიძლია რომ გრძელი რიგის გვერდი აუარო, არავინ არა რიგში უნდა ჩადგე, არ არის ლურში ურიგო შედიხარ 1 საათის ნაცვლად შენკენა ვარ. ოღონდ თუ ჩვენიანი ქართველი ხარ. აი, სხვა თუ ჩაგიჭრის წინ სხვა ერის შვილი, მაგას ვერ ჩით. აუ მე სულ არ მახსოვს აი დიდი რიგი, სადაც ესე იგი ვიღაც ტიპი არ ცდილობს ესე იგი ფიზიკური მოძრაობის გარეშე რაღაცნაირად გადაგასწროს. რაღაც პორტირება მოახდინოს, აი ესე როგორ იცი, თითქოს არ ინძრევა და რაღაც ის და შენს წინ უნდა აღმოჩნდეს ტიპი. ხო, რაღაცნაირად გადაადგილდება. მაია 1.4.2014 ვიწერს, რომ გადაცემის ბოლომდე მაინც მქონდა მოლოდინი, რომ ნიკო მაგლიმონს შეჭამდა, იმიტომ რომ ლიმონი გვედგა და არ შევჭამე, იმიტომ რომ წესი უნდა გქონდეს, რომ რაც აგდევს ეგ იჭმება ჩემს მიერ. მართლა? ვა! ნიკო ჭკვიანია, ხო ვიმჟერეთ, რომ ხალხი ელოდა ლიმონს და ნიკო ჭკვიანია, ლიმონს რატო შეჭამ? ვისი ვაშლია? ჩემი. ბევრი არ დაგიკარგავს, ისე არ ვაშლებ. შალია. ისე ქვილოვანია შეგმო. ეპლი გაიჭი. გაფლიჩეთ ვაში. ჯიმი ნუმერო 1 წერს ანზორ ბერიაშვილი და დავით პაპუაშვილი თავრე ყავისფერ ზოლზე არ გავიდეთ, რომ ხო. მე მგონია რომ გავიდით სამწუხაროდ. ყავისფერ ზოლში არ ჩავდგათ ფეხია. რუსკად ვალიყვება რომ ჩემ მეგობარმა მარშრუტკის ძღოლს კითხავ რომ აღმაშენებლის ძებთან ზემოთ ახვალთო და მძღოლმა უპასუხა იქ გავული მარასევით ვერავალ. მარტო მე გამეცინა სასაცილო ხუმრობა ძეგლზე ვერავალო უთხრა. მიხდი? ვერავალო. მე მართლა გამეცინა რომ კაი ხუმრობა. როგორ რუსკამ მოყვა მისი მეგობარი იყო, ნუდაცინით რუსკას დაწერა და სასაცილო ხუმრობა არის. თქო ურჯულოება, მართლა უსამშობლო ხალხი ხარ. მეც მქონდა ხუმრობა, ხო იცი, ცენზურა მყავს შენი რაღაც ის სული დაგტრიალებს და ის ბიჭო ქართული ტოქსიკოლოგები რო გამოჩნდნენ და ისაო და ჩვენთვის არავის მოუმართავთ. ვინ არიან საერთოდ ხო? ჩემი შუტკა იყო ეგეთი, რომ ისა ქართული ტოქსიკოლოგთა ასოციაცია 112-ში რეკავს რაღაცა დავლიეთ და გვიშელეცა კორგითხარი როგორ
შავ პარასკევზე გურო on the road-დან თქვა რომ Spider-Man და Mortal Kombat-ი ვიყიდე ძალიან კაი ფასში PlayStation 5-ზეო და ნიკო შენ ხო არ გამოვაყოლე რამე ხელს Steam-ზეო. ერთი ჭკუავის სწავლე Steam-ზე თამაშებს აღარ ყიდულობ, იმიტომ რომ ალბათ 12 წელი არაფერ არ მითამაშია, მაგრამ ხანდახან ყიდულობდი ხოლმე კარგ სეილზე. იმიტომ რომ შევხედავ რომ ნახეთ ძველი თამაშებია, მაგრამ რაღაც Prey იყიდება $2 და ეს სათამაშოა. კონტროლი ჩავაგდოთ $1. ვიტყვები კონტროლი უფასოდ იყო Epic Games და და ვიყიდე. მაგრამ ჩემი ლეპტოპი ვერ გაჩავს და აი, ლეპტოპიც ტექნიკა აქვს ასაახლებელი ნიკო. ძვირია. მე განვახილებ, როცა წარმატებული იუტუბერი გავხდები და ესე ფულებს რო დაწერს, რომ ესე make money მონეტიზაციის აი უნდა მეკითხა რომ იწერება კარგად მონეტიზაცია. ჯერ არის ის, ჯერ არა, შესწავლილი. სპონსორი სჭირდება. სპონსორი გჭირდება ყველა. მონეტიზაცია ვერ იშოვებ. ბერს. ვერავინ? აი მილიონები რო აქვთ ნახვა. კი, კაცო, მილიონები ნახვა თუ გაქვს იშოვე, არ მექნება მილიონები. არა, საქართველოში? კი. აი ის რო არის დიდენებზე მოლაპარაკე ტიპები ესპანური, ინგლისური, რუსული, მათ რო აქვთ ხოლმე ნახვები რო აქვთ. 500.000, 600.000, მილიონი, ნახევარი. მაგაზე იშოვე, მანდ არის განსხვავება ძალიან ზუსტად რაოდენობის მიხედვით არ არის. არის რამდენიმე ის არის კიდე მაჩვენებელი რომ ერთი საიდან არის ნახვები. თქო ამერიკულ ნახვებს მეტი ფასი აქვს ვიდრე ქართულ ნახვებს. ხო. იმიტომ რომ თვითონ მაყურებელი მსყიდველ უნარიანია უფრო და თქვა რეკლამის დამკვეთს ურჩევნია რომ იმას აჩვენოს. ასევე მნიშვნელოვანია ერთი რომ მართლა ნიშა გქონდეს და იყოს მომგებიანი ნიშა, იმიტომ რომ თქვა თუ არის ბიზნესი და ფინანსები და ბევრი ადამიანი გიყურებს, ის მაყურებელი უფრო ძვირი ღირს ვიდრე თქვა ვიდეო თამაშებზე თუ აკეთებ და რაღაც ბავშვები გიყურებენ ან უბრალოდ ჭორაობა თუ არის, ამ თუ YouTube არის ის რა რეკლამები აჩვენოს შენთან. მაინც გიხდის ფულს, მაგრამ ნაკლებს. მილიონი ნახვა თუ გაქვს ნორმალურად მოგცემს. ხო, მილიონი. მაგნეზე გასვლას არც ვაპირებ 5,000, 10,000 თუ მეკნება, მან მონეტიზაცია თუ ჩართე არის რაღაც $50 ალბათ ან შეიძლება არც, ალბათ უფრო. ხო? ხო. ანუ მაგიმიდან რა, ანუ 10,000 ნახვა შეიძლება იყოს რაღაც რამდენიმე $10 დაბლა $10. გასაგებია. ხო, ეგ არის ეს პატარა ხალხის, პატარა პოპულაციის ჯოჯოხეთი ეგ არის. იცი რა, პატარა პოპულაცია ეჯახება. მე ხანდახან შევდივარ ხოლმე რომ რას აქვს ბევრი ნახვა და უცებ აღმოჩნდება გიორგი ბზვანელის სიმღერა გოგო მიყვარხარ ძალიან და 7,400,000 ნახვა აქვს. ეგეც ხო უშვებთ. რომელიც რო ფიქრობ რომ ვინ არის ეს საიდან ნახვა, მე რატო არ ვიცი. ის კი არა რომ არ იმსახურებს, არამედ როგორ გამომრჩა ტიპი, რომელსაც აქვს ამდენი რაღაცა ნახვა, რომ არც შემხვედრია. დამთავრებ ისქენი მიუწოდე ხალხს. აი ესე მოულოდნელად ნიკო ხო? ხო, აი რა ვიცი, აბა თქვენი აზრიც გავგვიზიარეთ ამ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. აქ ფორმების გარდა ასევე იყო სკოლების ტერიტორიული პრინციპით განაწილება. ანუ ბავშვები მივლენ რაღაც თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიის მიხედვით და ვაშლი უფრო მიყვართ მსხალი კიდე ეგეც გითხრა.